გამარჯობა. მე რატი ვარ მუჯური ჟურნალისტი და თადარიგის თავარ სერჟანტ თორნიკე თვარძესთან ერთად ვაგრძელებთ საუბარს ჯარზე, ჩვენ თვალით ნახ ჯარზე. ჩვენ საუბრობთ იმაზე თუ როგორ დაიბადა ქართული ჯარი, როგორ განვითარდა, რა ხდება, როგორ ხდებოდა აწმყოზე და წარსულზე. წარსულზე და რაღაც მხრივ შეიძლება მომავალზეც ისაუბროს ჩვენო პოდკასტებმა. მოგესალმებით ასევე, მოგესალმები რატი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ შექმენი ეს სივრცე რომ ჩვენ შეგვიძლია ავისმინოთ და ვისაუბროთ ჩვენ თვალით ნანახ ამბებზე ჯარზე და მნიშვნელოვანია მგონი ესეთი ისტორიები დარჩეს ასე რომ ვთქვათ რაღაც სივრცეში სადაც ვიღაცა რაღაც გამოცდილებას გაიზიარებს ჩვენგან. მადლობა რომ გვიყურებთ, მადლობა რომ გვალაიქებთ, გვაშიარებთ, ჩვენ ნელ-ნელა ვიზრდებით და აქვე თუკი ხართ მაყურებლებს შორის ესეთი ვისაც ჯერ არხი არ გამოგიწერიათ, გამოიწერეთ, ასევე დაალაიქეთ ვიდეო და აშიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში, ასე უფრო ბევრი ადამიანი გაიგებს იმას თუ რა ხდებოდა ჯარში, რა ხდება ახლა ჯარში და მით უმეტეს დღევანდელი თემა ესეთი არის. პირველი ნაბიჯები ცოტა მძიმე, ანუ პირველი თავგადასავალი, როგორ გარდაიქმნეს სამოქალაქო პირი ჯარისკაცად, კარანტინი ეგრეთ წოდებული basic training course ინგლისურად, თუ ამერიკულად. რა არის ეს საერთოდ? შენ რა გამოცდილება გაქვს ამასთან დაკავშირებული? რამდენად მძიმეა? ჩემ ისტორიას მოყვება, მაშინ ყველა საინტერესო იქნება რომ ჩემი თვალით ნახე. ჩემი თვალით ნახე ჯარი ქვია ისტორიას. ანუ აღარ დავიწყებ როგორ მოხდი საერთოდ გეგმაში არ იყო ჩემი თავის წარებში და საერთოდ ჯარისკაცად წავსულიყავი და მემსახურა. რაღაც მქონდა იდეაში გეგმაში რომ მემსახურა, მაგრამ საბოლოოდ ისე დაждდა რომ ყველაფერი გავაკეთე რომ მე მომხდარიყავი ჯარში, აი მართლა ყველაფერი გავაკეთე მეც ჩემმა მშობლებმა, ნათესავებმა და ეჩემა განსაკუთრებით და მაგათ მოვხვდი ჯარში, იყო 2004-ის იწყებოდა 2005 ესე რომ ვთქვა, ყინვები, სიცივეები. პირველი წარუმატებელი რაღაც ვერ შევიკრიბეთ, ესე რომ ვთქვათ, ორგანიზაციული პრობლემა იყო, ხალხის შემოდინება ხო არ ხდებოდა და უბრალოდ იყო ხალხი, მაგრამ ძალიან მალე გადიოდნენ. კარანტინის პრინციპიც ეგ იყო რა და მაშინ მით უმეტეს არ იყო ბევრი წესი დაცული, ესე რომ ვთქვათ, ეხლა რაც არის. მაშინ უფრო ბრუტალური იყო ეს ყველაფერი, გადმოტანილი ქონდა პირდაპირ ამერიკულიდან, რაც ამერიკელებმა შემდეგ თვითონაც შეამსუბუქეს. აქ არ საუბრობ რამე უკანონობაზე, უბრალოდ ძალიან უხეში დახვედრა იყო, ფიზიკური დატვირთვა, რაღაცა, ანუ სრული წნეხში გატარება იყო პირადი შემადგენლობის და ვინც უძლებდა, ვინც არა თავისუფალი იყო, რომ წასულიყო. აი ეს პერიოდი იყო, პირველი ვერ შევდექით, მეორე მისვლა იყო, უკვე რაღაც შეხედულება მე მქონდა, მაგრამ ძალიან ბევრი ვინც თავიდან ჩაერთო, არ ქონდა გამოცდილება საერთოდ ჯართან და საერთოდ არ იცოდა რა იყო პირველი ნაბიჯები. მაგალითად გიორგი ანწუხელიძე რო ვახსენოთ ისე ის სავალდებულოში იყო ნაყოფი და ისე თუ ასე რაღაც ფორმის ჩაცმა იცოდა, ვინ იყო, რა იყო სერჟანტი, რა იყო ოფიცერი, განსხვავება მათ შორის. ამ ყველაფერზე რაღაც ქონდა წარმოდგენა და პლუს იქაც იყო პრინციპში მთელი მსახური კარანტინი იყო მათთვის. და მე აბსოლუტურად ნოლიდან. საერთოდ ან ფილმებში ნანახი რაც მქონდა ისიც მანამდე ვერ დაუკავშირე და მე დაუკავშირე უკვე როცა პირველად წარმოდგა ჩვენ წინაშე სერჟანტი და ნუ ეს სერჟანტი იყო ძალიან ისეთი უხეში რა ანუ მომთხოვნი ყველგან იყო სერჟანტი ანუ ის ამოტიტვი და თავში აი მასაურებზე რო გვაქვს აი საფრეშოში არ დადის არ სვამს არ ჭამს აი ეგ პირდაპირ ამ გადავიდა სერჟანტზე იმიტომ რომ სერჟანტი იყო ჩვენთვის ყველაზე ავტორიტეტული ოფიცერს ხედავდით ალბათ 1-2 და დანარჩენებში ყველგან საჭმელზე, ჩაცმაზე, ძილზე, გაღვიძებაზე, სადმე რაიმეს გააფუჭებდი და იქ სერჟანტი ამოყოფდა თავს და ნუ მივხვდით რომ პირველ რიგში სერჟანტი იყო. ნუ რა თქმა უნდა მათი პირველი ასე რომ ვთქვათ მიზანი იყო 1000 მოსული კაციდან დაეტოვებინათ 200 ღირსეულიაზე რომ ვთქვათ ღირსეულში გულისხმობ რას ხო ვინც გაუზევდა ფიზიკურად, მენტალურად, ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო რაღაც არაფრიდან მოტანილი სცენები, სადაც რაღაც დრამებში გადადიოდა შემდეგ. ეგ მახსოვს ნუ მივხვდი რომ რაღაცა მეგობრული და ძმაკაცური და ერთმანეთის გატანის სიტუაცია ჩამოყალიბდა ჩვენ ასეულში ყოველ შემთხვევაში.
და დაიწყო ასე რომ ვთქვათ ერთმანეთის გატანა რა, ანუ ვიღაცის გამო თან ეს იყო სერჟანტებისგან რომ ერთის გამო მთელი ასეული ისჯებოდა. ანუ შესაბამისად მე ჩვენ როცა სერჟანტები ძალით დაგვტოვებდნენ ერთად ერთმანეთს უარჩევდით რომ რას ქვია შენ გამოძმა უნდა ირბინო თუ არ შეგიძლია წადი და ასე სრული ჩართულობა იყო და მახსოვს ერთ პერიოდი ერთი მომენტი უფრო სწორედ სერჟანტმა მოგვაწყო 11 საათზე lights off ეგრეთ წოდებული ანუ ყველაფერი შუქი ძილი ხო ძილი რა არაფერი არანაირი მოძრაობა არც აფარიშმარები იძინებ იღვიძებ გაღვიძებენ დილით და ეს ამოკითხვის საათია 11 საათი წუთები და გამოდის ერთ-ერთი სერჟანტი არ დავასახელებ სახელდაგვარს და ესე ჯიბიდან იღებს სიგარეტის ნამწვავს და იძახის რომ აი ეს ეგ ნახე აი აქ და ვინ დააგდო ну არავინ ხმას არ იღებს რაღაც სიგარეტი თან ანუ ჩვენ ვეწევით ანუ ზუსტად ვიცით მე არ ვეწევდი მაგრამ ვეწევით სადაც ხომოს ეგრეთ წოდებულ კურილკაში და მოსაკურს ვეძახთით მოკეთ და მოკეთ მან ვეწევით და ну შეიძლება ხარ ხო ამდენი ადამიანია ვიღაცამ შეიძლება მართლა მოწია და დააგდო ან ამოუვარდა ჯიბიდან და ну არავინ არ იღებს მას დაწე 100 ანუ 100 დვა მიწიდან ну 100 ცხოვრებაში არ მქონდა არც ეს წავიდა პირველი ღამეა რა ანუ ეგ ხო ეგ მე ინტერესდა პირველი ღამეა და უკვე ან ისეთი შეგიძლია მოგქო რომ აქ ვარ დიდი ხანი ანუ მინიმუმ 1 თვეა ანუ სრული აგონია გვაქვს თავში რა ხდება ერთმან ანუ არ უკარგავთ ჩვენს ღირებულებასაც რითაც მოვედით მაგრამ და რაღაცა ახალია ხო რა რატო გვიყვირიან ვერ ხვდებით თან ხვდებით მაგრამ არ მოგწონს და მოკლედ აგვაყენა დაგვაჯინა მე რაღაც გვატრიალა მოკლედ ტანჯავს რა ეს სერჟანტი და ბოლოს და ბოლოს თქვით სანამ არ იტყვით ვინ დააგდო მანამდე იქნებით ამ დღეში და ნუ ხე რომ წარმოვიდგინე რომ ანუ რაღაცა მეთქი მე ვიყავი თქო ну მან დაიწყო ჩემი ან პირველი დღე იყო და პირველივე დღიდან დაიწყო ჩემი ესე რომ ვთქვათ ამოთვალწუნება რა თვალში. ოღონდ კარგი გაგებით ესე რომ ვთქვათ. ხო და გამომიყვანა ესე გვერდზე დამაყენა ამ სერჟანტმა არ ვეწეოდი თან სიგარეტს არ შეიძლება არ მქონდა მაგრამ მეთქი ეს მორჩეს. თან რაღაცა მეთქი აი ჩემი ძმებისთვის რომელიც დღეს შევიზინე მე ქვედანაყოფისთვის მე თავს გავწირავ და მოკლედ დაიწყო საუბარი რატო გავაკეთე ეს. მეთქი არ მომიწევია მან რა თქმა უნდა მოუწიე მოსაწევში და მე დამივარდა ალბათ ჯიბიდან ეხა სანამ აქ მორბოდი თქო. აბა ზუსტად სად დაგივარდა და მივყევი და აღმოჩნდა რომ საერთოდ არავის არ დავარდნია ეს რაღაცას ამოწმებდა მოიგონა ეს აი ესეთი დეტალები იყო ძალიან ბევრი. და ესე თემა ასეულმა დაიძინა და მე რა თქმა უნდა მთელი ღამე ხან ხო ხავდი ხან ბუქნებს ვაკეთებდი ხან აზიდვებს იმიტომ რომ მოვიტყუე. და მე მივხვდი რომ საერთოდ არც ვეწეოდი და აი აქედან მივხვდი რომ ანუ სადაც ანუ ყველაფერი კონტროლდება, ყოველ წამს არის ჩვენი გამოცდა და ნერვების ესე რომ ვთქვათ, აი ზღვარზე გვატარებენ ეს ადამიანები. ნუ იქ ერთვება ფიზიკური დატვირთვა და გამოცდილების გაზიარება, რაც თავარი აი პირველი ვინც ხედავდა რომ ესეთ რაღაცებს ვაკეთებდით და უშუალოდ გამოცდილები ვიყავით, ვინც უკვე ჯარში ნამყოფი იყო სავალდებულოში, ისინი რაღაცნაირად რაღაც მომენტს რომ გამოუნახავდით მოსაწევში ან ძილის პერიოდში, ხომ ესე ვიწექით და ერთმანეთს ველაპარაკებოდით რა. არ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც რაღაც ჩურჩულით ის რომ აი ეხა ეს არ ჩაყოთ თავი ცხური ამაში, ესე გააკეთეთ, გაუძელით ეს სპეციალურად აკეთებენ. ნუ ვიღაცები დგებოდნენ და ღამე მიდიოდნენ უბრალოდ. ანუ ეს იღებდნენ რაც შეეძლოთ. გარეთ გადიოდნენ და დილით სამოკითხვაზე აღარ იყვნენ. ძალიან ბევრი ეს თითქმის ყოველდღიური ამბავი იყო. რაც, ну, არ ვიცი, მე მაგალითად ეს ძალას მარტებდა და მე ზუსტად ვიცოდი, რომ თუ რაიმე სერიოზული ფიზიკური ტრავმა რამე არ იქნებოდა, მე არ წავიდოდია და ესე იყო ძალიან ბევრი. უფრო მძიმე ფსიქოლოგიური წნეხია თუ ფიზიკური? თანაბრად. თანაბრად არის, მაგრამ გააჩნია შენს მდგომარეობას რა. ჩემთვის მიხედვით იმისა, რომ ვარჯიშობდი და ფიზიკურად არ ვიყავი მოუქნელი და ესე ვთქვათ, გაუწვრთნელი, ძალიან გამიჭირდა ფიზიკურად. იმიტომ რომ ნახე აი ბევრი რაღაცა არის ფიზიკური აქტივობას ჩემთვის როგორც სპორტსმენის მოსდევდა შემდეგ კარგი დაზუსვენება, აღდგენა, კვებითი აღდგენა, ფსიქოლოგიური, მორალურიც და ან მიჩვეული მქონდა ესე რომ ვთქვა ტვინი რომ აი ვივარჯიშებ ბოლომდე, მაგრამ მე შხაპს მივიღებ, შოკოლადს მივიღებ, შაქარს მივიღებ. ეს ყველაფერი არ არსებობდა, ანუ ჩვენ და ანუ არ მინდა ხე გავამზადო, შეიძლება ვიღაცამ არს დაიჯეროს, მაგრამ რამოდენიმე კვირაზეა საუბარი, საერთოდ შეხება არ ქონია შხაპთან, ანუ მართლა არ ქონია.
საველე პირობებში. საველე პირობები არ იყო, ყაზარმული პირობები იყო, მაგრამ ამბობდნენ რომ გამართული არ არის ეს საშხაპეები და შესაბამისად წყალი არ არის და ასე შემდეგ. მაგრამ ანუ წყალი იყო გარეთ. აი ესე პირდაპირ რო ავხსნათ ხა, აი წარმოიდგინეთ რაღაც საშუალო ზომის პლასმასის მილი, რომელიც არის გახრეტილი მრავლად, ან მოუშვებ ერთ მხარე დაკეტილი, მოუშვებ და ყველა მხარეზე ასხავს წყალს. ან რაღაც სარწყავი სისტემა იყო ქვეშ ესეთი ნერჟავეიკის უჟანგავი რკინის ის იყო რაღაც ნიჟარა თლიან სიგრძეზე და აქ ვიბანდით რა. ანუ აქ ძირითად გასუფთავებას აქ ვაკეთებდით და პირველ დღეს, პირველ კვირას ცოტა წარმოუდგენელი იყო. ანუ ეგ იყო დისკომფორტი ჩემთვის, ბევრისთვის, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი დისკომფორტი იყო. და მერე ისე შევეჩვერო მაგაზე არც მთავარი იყო რომ იქ ყოფილიყო წყალი, იქაც არ იყო ხოლმე მილშიც, არ იყო საკმარისი. ობიექტურად მართლა არ იყო თუ ესეც რაღაცა გამოცდის ნაწილი არის? იცი რა ვერ გეტყვი, იმდენად ქაოსურად და ქაოტურად დასრულდა ეს ყველაფერი, რომ ეჭვი გამეჩნდა რომ უბრალოდ იყო, მაგრამ არ ეს იყო ერთ-ერთი ელემენტი, რითაც უნდა ანუ შემადგენელი ნაწილი. ხო რა. იმიტომ რომ შევედით მე საკმაოდ მოძველებული ძველი კი არა ესეთი რამოდენიმე თვის ან წლის ის იყო უკვე დუშები რა, ესე რომ დროშებედით და მოწესრიგებული ჩეულებრივად, ანუ მივხვდით რომ იყო, მაგრამ არ გვაძლევდა. აი, რატო კითხე ეს ფსიქოლოგიური ფიზიკური? მე ნუ ჯარში ნამყოფი არ ვარ, შესაძლოა კარანტინი გავლია, მაგრამ რა თქმა უნდა გადაღებული მაქვს. დოკუმენტურ ფუნქციას ვიღებდით, შენც იცი. მაკედან მახსოვს სხვადასხვა. და აი ეს ჯარში მოსვლის ნაწილს რო ვიღებდით, ეგ მართლა ანუ რა უნდა მოხდეს ეგ ამბავი რომ და მაგ ფილმიდან ბევრი რაღაცა გადაღების ნაწილი დავიწყებდი, მაგრამ ეგ არ დამოვიწყდება არასდროს რომ ეს რაღაცა ავტობუსებით შემოყავთ ეს პირადი შემადგენლობა, ავტობუსის კართან ხვდება სერჟანტი, გაბრახონებს, ჩამოდი, მოაწყოს ღრიალით, ყვირილით, მოეწყო, ყველა მოეწყო, ესენი გაოგნებულები არიან საერთოდ ვერ ხვდებიან და ავტობუსის წინ მოაწყო და მივიდა და ერთი ეს სახესთან მივიდა და უყურს. გაიგე შენი სახელი, რა ქვია? მე ყველაღლა არ მასვი. აი გავშევიადგილი. აკადეთ თქვენ არაფერი არ იცოდი. ეხლა ისწავლით აქ ყველაფერი. შენ ხარ კლდე. გაიგე და მე ოღონდ შორტს გადავ მე შენ ხარ კლდე და აა ბიჭო ვერ გავიგე. ეგ ვაფშე მართლა ვერ გავიგე. მეთქი რატო აყენებ შეურა ყველაფერი და შეურაცხყოფის მიყენება რა და და მე რომ იმას კლდეს ყვირის თურმე რა და ამიტომ გონია რომ ეს მაინც რაღაცა სპეციალურად იყო შერჩეული დარწმუნებული ვარ ეს სიტყვა რომ ეს ფსიქოლოგიური ნაწილზე ყოფილიყო რომ რაღაცა და ხო და ამიტომ აი ეს ფსიქოლოგიური რა საჭიროა საერთოდ რა ანუ აი რატო არ შეიძლება რომ რაღაცა მობძანდით აი ანუ ვისი აუხსნა რა ადამიან ყვირილის გარეშე ადამიანურ ენაზე აუხსნა სად მოხვდა აი ჩემი შეხედულებით ჩამოვაყალიბებ რა თქმა უნდა და ცოტა ანალიზსაც გავაკეთებ დავაკავშირებ დღევანდელობას სხვა ქვეყნის გამოცდილებას მაშინდელს და ეხლანდეს პლუს ჩვენსაც შევურევ ანუ იმ პერიოდში კარანტინის ეს ფორმა ანუ ეგრეთ წოდებული boot camp-ის მიღება პირველი ტრანსფორმირება ადამიანის სამოქალაქოდან ან ყურადღების გაფანტვა და აქეთ გადმოტანა ჩვენსკენ ან სამხედრო დისციპლინისკენ იყო ასეთი ფორმით ყვირილით, ხმაურით, შოკით, პირველი შოკი ესე რომ ვთქვათ. ანუ ყველა იმ პირობის ჩამორთმებით და ბენეფიტის ჩამორთმებით რაც შეიძლება სახლში ქონდა რაღაც დედამისი ულაგებდა, მეუღლე ულაგებდა, უწესრიგებდა, მოკლედ აი საერთოდ ყველაფერი უნდა წაართვა ეს ყველაფერი და მისცე შესაძლო tools ესე რომ ვთქვათ, უნდა მისცე შესაძლებლობები და ხელსაწყოები რომ თვითონ გაიღვიძოს, თვითონ მოიწესრიგოს თავი, მოუაროს თავის პირად ჰიგიენას, პირად ნივთებს, გარკვეულწილად აწარმოოს დღის განმავლობაში გეგმა და აი ეს ყველაფერი არ არის მარტივი ხა. ნუ ყოველ შემთხვევაში დღესაც მიმაჩნია რომ არ არის მარტივი. მაშინ იყო ესე ყვირილით წევილით მაშინ ავტობუსები მე დაახლოებით ხვდები რა პერიოდზე იყო ცოტა აქეთ იყო ალბათ იმიტომ რომ მაშინ ავტობუსები არ იყო საერთოდ ვინ საიდან მოდიოდა ზოგი ღობიდან გადმოცვლებოდა ხოლმე ჭიშკარი არ იცოდა სადან მართლა ვიძახი რა და ეგ ყველაფერი ანუ ეცვად ეხურად იქცეოდნენ ყვიროდნენ და საუბრობდნენ როგორც ამერიკელები
ერთ-ერთზე, მე როცა უკვე ხედავდით და ცოტა ისე გავლენის ქვეშ ვიყავი რამოდენიმე წელი კიდევ და ყოველთვის მინდოდა რომ ესეთი სერჟანტი გამხდარიყავ, იმიტომ რომ ეს იყო ჩემთვის იდეალური სერჟანტი. მართლა გეუბნები დღემდე დიდი პატივისცემით თითოეული სერჟანტის მიმართ, ის სერჟანტები ანუ ჩემთვის მართლა უცვლელი ადამიანები არიან ავტორიტეტულად და დიდი ხანი მართლა მეგონა რომ ეს ადამიანები საერთოდ არც ეძინათ. ამბობდნენ რომ არ უძინავს ჩვენ ყოველთვის გიყურებთ და მართლა გვეგონა რომ არ იძენთ, რომ სულ ყოველთვის ფეხზე იყვნენ. როცა რაღაცა სულ იქ იყო. ხო, ანუ იცოდნენ რა საკეთებდნენ, იყვნენ თავიანთი საქმის პროფესიონალები. და ეს ყველაფერი იყო მაქსიმალურად გადმოტანილი, ესე რომ ვთქვათ, ამერიკულიდან, იმიტომ რომ მათ გავლენა ჰქონდათ, ისინიც ამ დაახლოებით ამ წვრთნებს გადიოდნენ. ეხლა პარალელურად გავალოთ ამერიკაში, ამერიკელებს აქვთ drill sergeant-ის კურსი, ინსტიტუტი ძალიან დიდი. და ეს ორგანიზაცია მხოლოდ იმაზე ფიქრობს და ზრუნავს, რომ როგორ დახვეწონ, ესე რომ ვთქვათ, როგორ მოახდინონ შოკი პირველ რიგში სამხედროებზე, სამოქალაქოებზე გადმოიყვანონ და რა თქმა უნდა, რაღაც განვითარება, თვითონ ორგანიზაციული განვითარებაც თანდევი პროცესია საზოგადოებრივ განვითარებაზე. ეხლა ხანს მიიღეს, სხვათა შორის, რაც ჩემთვის მანამდე საერთოდ არ მიფიქრია მაგაზე, საჭიროებას ვერ ხედავდი, ალბათ რაღაც ეგრეც არის, მაგრამ მე ხა წავიკითხე თვითონ მაგ ორგანიზაციის ჩემი მეგობრები მუშაობენ ამერიკაში მაგ ორგანიზაციაში და მე მქონდა მიმოწერა პატარა და ნუ ჩემი კითხვები დავსვი ესე რომ ვთქვა. მოგეთ ესეთი სიტუაცია, ანუ ამოიღეს მაქსიმალურად ეს ყვირილი, წივილი, ანუ ეს შოკი, რაღაც სხვადასხვა სიტყვები, დამამცირებელი სიტყვები და მაქსიმალურად დავიდნენ აი როგორ ანუ საწყისი ეტაპები დაიწყეს თვით შეგნებაზე ორიენტირებული მოქცევებზე, ანუ დახვედრაზე. ანუ გამარჯობა, ჩვენ ვართ ეს ორგანიზაცია, ჩვენ დაგეხმარებით თქვენ, რომ გარდაიქმნათ მაქსიმალურად სწრაფად და ნერვული დაზიანების გარეშე სამხედროებად და ანუ იქნებით მზად რამოდენიმე კვირაში, რომ დაიწყოთ უკვე თქვენი პროფესიული ზრდა. და ეს ტექსტი ეს დაახლოებით ეს არ ციტირებ ზუსტად, ჩემი პერიფრაზირებით, დაახლოებით ეს ტექსტი იკვეთება ამათ პატარა მოკლე ვიდეო რასაც უყურე. და ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი და მათი პასუხი იყო ამაზე, რომ იცი რა, საზოგადოება შეიცვალა. ანუ ჩვენ კი არ ვცდილობთ რომ შევცვალოთ ეხა ეს და მე საზოგადოება დაკვეთა შეიცვალა. ანუ ხალხი აღარ იღებს ამას, ჩვენი შვილები, რომლებიც ანუ ჩვენ ალბათ ეგ პერიოდი გვქონდა, არ ვიცი რატომ, აი სიღრმეებში ჩასვა მოითხოვს ალბათ. მაგრამ საზოგადოება, რომელიც მოდის ჩვენთან, მას თავიდან ბოლომდე აქვს გააზრებული სად მოდის, მას აქვს სურვილი, რომ მისი ცხოვრების გარკვეული წლები და უმეტესი წლები დაჰყოს ჩვენთან და ის როგორც გასაუბრებაზე სხვა სამსახურში ესე მოდის. მოდი დამაზუსტებელ კითხვას დაგისვამ. ეგ ეხება საკონტრაქტო ჯარს თუ სავალდებულოს? არა, საკონტრაქტოს ვიძახ, მე ხა ამერიკელებზე საუბრობ. არ ვსაუბრობ ქართულ რეალობაზე. საქართველოში, ანუ პარალელსაც გავავლებ, საქართველოში ჩვენ გვაქვს ესეთი ორგანიზაცია, ქვედანაყოფი, რომლებიც გარკვეულწილად თავის ქუდით და რეკრუტირების, ხო, იქ არის ეგრეთ წოდებული drill sergeant-ების ეს ორგანიზაცია, რომელიც გასვლითი პროგრამებით, იგივე კურსებით ჩამოდის და აქ იწყებს ამ კურსს. თუმცა არ ვიცი ხე რამდენად გავლენა ასავარაუდოდ იქნება გავლენაც და ჩვენც გადმოვიღებთ ამ ყველაფერს. მაგრამ ჩვენთან ჯერჯერობით ესეთი დაბალანსებული drill უხეში დახვედრა არის და გადაყვება. შენ როგორ რაღაცას დაზუსტება მინდა, იცი? შენგან მე როგორც მაშინ მიხსნიდან, ეგ აუცილებელია, იმიტომ რომ დრო ცოტაა და მოკლე დროში არის საჭირო, რომ სამოქალაქო გახდეს სამხედრო. და ამიტომ აუცილებელია, რომ ეს შოკის ეფექტით უცბად გატეხო ის როგორც სამოქალაქო და აშენო როგორც ჯარისკაცი, ხო? ეხლა ეს ახალი მიდგომა ეს დროში ხوار გაწელავს ამ ამბავს და რამე თუ დრო დაემატა ამ ყველაფერს თუ ანუ აი როგორ იცი აი დეტალურად ვერ გეტყვი დრო დაემატა თუ არა, უფრო შეიძლება რაღაც სატესტო ვარიანტიც იყოს ამერიკელზე საუბრობ ამ შემთხვევაში, როგორ განვითარდება ამის ანალიზის დაიდება სავარაუდოდ, რაღაც საპიროტე პროგრამასავით შეიძლება იყოს. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დრო შეიძლება არ შეიცვალოს, შესაძლებელია ეგ გაკეთდეს, ამიტომ რომ თვითონ მოსვლა წასვლის პრინციპი თუ შენ რეკრუტირების საკმაო რაოდენობა გაქვს საზოგადოებიდან, მაშინ მგონია, რომ დიდად არაფერს არ შეცვლის. უბრალოდ რას ვიზახით, ანუ შესაბამისი
მარტო ის კი არა რომ შეცვალო და უფრო რბილი გახადო ეს მიღების პროცესი. თანმხვედრი ღირებულებები იქნება თუ სხვადასხვა ელემენტები უნდა ჩაანაცვლან გააძლიერო. იქ შეიძლება შეასუსტო ყვირილის მომენტი, მაგრამ აუცილებელია ჩართულობა, მეტი საუბარი, მეტი გააზრება. ანუ ამასაც ამბობენ რომ აი ჩვენ უფრო მეც ვესაუბრებით თუ რას ნიშნავს იყოს სამშობლოს სამსახურში, თუ რას ნიშნავს ორგანიზაცია. ვანახებთ ჩვენ ისტორიას, ვეუბნებით რომ თქვენ ახალი ერა ხართ და თქვენზე იცდება ეს პროგრამა და ანუ არ არის დარწმუნებული ვარ ჩვენ არ არის საჭირო ყვირილი, წევილი, მაგის გარეშეც შეგნების დონეზე საუბრით, ჩვენ მოვიტანთ თქვენამდე ამ მესიჯს. ისე უფრო რთული გზა აირჩიათ, ესე ვთქვათ, ან ყოველთვის ახსნა უფრო ძნელია, ვიდრე დაძაბება. მათთვის რთული, მაგრამ ალბათ არის მაგას გულისხმობ ორგანიზაციის ამ შემთხვევაში. იყო იქ რაღაც ეს არ არის უბრალოდ რაღაცის გადაწყვეტილება, რომ ამერიკელები როგორც წესი ალბათ რაღაც კვლევაზე დაფუძნებული. ფსიქოლოგიური ხო რაღაცა კვლევები ფსიქოლოგების ჩართულობით მიხვდნენ და გაანალიზეს, რომ არ იყო საჭირო ესეთი ჩართულობა. შეიძლება თვითონ სერჟანტებსაც და ოფიცრებსაც შემდეგ და ჯარისკაცებს ასაუბრებენ თუ რას ფიქრობენ ის განვლილი. სხვათა შორის ჯერჯერობით გამოდენილი რომ ეს კულტურა არ არის სავარაუდოდ დანერგილი და გააზრებული. ყველა მაინც ძველს ემხრობა. ამბობენ რომ შეიძლება არ იყოს საჭირო, მაგრამ ყველა იხსენებს კარგად. მათ შორის მეც. მე ვერ წარმომიდგენი ხა რაღაც გარკვეულ პირად შემადგენლობას, მე შემდეგ ცოტა ხანში ვისაუბროთ იმაზე, მე გავხდი ამ ყოველფრის შემდეგ დრილ ინსტრუქტორი. და ვერ წარმომედგინა როგორ უნდა მომხდარიყო იმ მოსული პირად შემადგენლობის ტრანსფორმირება ჩვენ ხარეს, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო. სხვადასხვა კულტურის ქუჩა, იქ რაღაც სპორტს თავისი რაღაც ვაჟკაცური კუთხეს თავისი შეგნება აქვს და შენ ხვდები, ახლა შენ არ ახარ მომზადებული და გავხსოვდა ერთი. ხვდები ყვირილით წივრით, უნდა დაღალო, ავარჯიშო, არ დააძინო, შოკირებული ყავდეს და მანიპულირება მოახდინო იმით, რომ შენ გაგიშვებ, შენ წახვალ. თუ ამას არ შეასრულებ, შენ დაკარგავ ამ პრივილეგიას. მადლობა რომ გიყურებთ, მიგშეხსენეთ რომ არხი გამოიწეროთ, დაგვალაიქოთ, დაგვაშიაროთ. ეხლა შენ გაიხსენე, სანამ გადავალთ იმაზე რომ ინსტრუქტორი გახდე, სანამ ინსტრუქტორი გახდებოდი, ეს სრული каранტინი გაიარე. რა იყო ყველაზე მძიმე каранტინში და ეს უბრალოდ იმისე კი არ მოყვე, ეს იყო მძიმე. კონკრეტული დეტალებით მომიყევი ისტორია, ამბავი, რა გაგიჭირდა ყველაზე მაგრამ. ესე იგი ყველაზე რთული მომენტები, რა თქმა უნდა, პირდაპირ მიბმული არის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მომზადებასთან და ესე წნეხთან. მახსოვს, არ ვიცი, იმ მომენტში ვერ ხვდებოდი რას ემსახურებოდა სიმართლე გითხრა, ეხაც მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს, ალბათ გამძლეობას ნერვის და ფიზიკური. მაგრამ იყო ჩვენთვის ძალიან აუტანელი რა, იმიტომ რომ რაღაც მხრივ ცოტა გაუაზრებელი ზედმეტი ფიზიკური დატვირთვები იყო რა. აი ხა მაგალითად ერთ მომენტს გავიხსენებ, ერთი ადამიანის გამო ყველაზე რთული დღე რაც იყო ჩვენ პირველ კვირებში, იყო ერთი ადამიანის გამო, რომელმაც რაღაც დააშავა, სიმართლე გითხრა, არც მახსოვს რა დააშავა და თან რატო არ ვაქცევდი, ყურადღებას ბევრჯერ თავში რაც მოვყევი, რომ აბსურდ, ანუ ეჭვი ქონდა რომ უბრალოდ გჭირდა სერჟანტი. აი სადაც მოუნდებოდა არაფრის გამო და რაღაც მოიგონებდა, იტყოდა რომ აი ეგ ვიღაცამ არ გაიღვიძა, ონის ვიღაცა ვინ იყო, არ ვიცოდით. არა და შეიძლება დარწმუნებული ყოფილიყავით რომ ყველა ერთდროულად დავდექთე, ხო, ხედავთ ერთმანეთს. ან ვიღაცამ იქ შეეპასუხა სერჟანტს. და ამ რაღაც მოგონილი თუ რავი, არსებული პრობლემის გამო დილის ჩვენი პროტოკოლი ესე იყო, დილით დგებოდით, ვარჯიშობდით, მაქსიმალურად წესრიგდებოდით, ვიცმევდით შემდეგ ფორმებს და გავდიოდით სამწყობრო მოედანზე, სხვადასხვა ღონისძიების მაგალითად შეიძლება აი რაღაც სამხედრული სალამის აღება, გვესწავლა როგორ უნდა გავეკეთებინოს სწორად, ანუ ფორმა როგორ ჩაგვეცვა სწორად, მოძრაობები, მარცხნივ, მარჯვნივ, მოკლედ ეს პატარ-პატარა ელემენტების შესწავლის პერიოდი იყო და ყველა ქვედანაყოფს თავისი სერჟანტი ყავდა 20-ს, 10-ს ჯგუფს და პლუს ჩვენ გვაძლევდნენ საშუალებას, რომ ყველაზე გამორჩეულს კიდევ რაღაცა თავის თავზე აიყო ეს ყველაფერი. და უცებ გამოდის სერჟანტი, ყვირილით წევრით მოეწყეთ, დაგვალაგეს და მაშინ მქონდა ეგრეთ წოდებული რუსული კალაშნიკოვი იარაღი და ყველა გასაბზანება რომ მოგვეხსნა და ესე
ნახევრად ჩამჯდარ მდგომარეობაში, ჩამჯდარ მდგომარეობაში, ამ მთელი ცხოვრება ეგ მიჭირდა რა, ანუ მაგარი რამდენჯერ დეჩეს უთქვამს ხო, რომ აი ფარდის დაკიდებაში დამეხმარი ან რაღაც ჩამოხსენი. ანუ ყოველთვის მიჭირდა ეგ მომენტი და აი პირველი იყო რომ მეთქი აი რატო ეს, რომ აი ხელის ანუ რაღაც პრობლემა მქონდა, აი იყო მოუმზადებელი ვიყავი და ნახევრად ჩამოხულ მდგომარეობაში, ჩამჯდარ მდგომარეობაში, აი ესე, არც მეტი, არც ნაკლები, დილიდან აი ალბათ 12 საათამდე, სანამ აი გათიშულები არ დავეყარეთ, გვაწამეს და გქონდა ზემოდან ეს ავტომატი, ანუ ჩამჯდარ მდგომარეობაში, აი აქ ხელები ესე და აი აქ ზემოდან გვედო იარაღი. რა თქმა უნდა, ხა არ ვიძახი რომ დილიდან საღამომდე არავინ არ წაქცეულა, ანუ სისულელია ყოველ წუთსაც ვერ ვძლებდით. მაგრამ თავიდან იწყებდით. თავიდან, ანუ თან უყურებდით, რომ ჩვენ უფრო სერჟანტებიც, ანუ სერჟანტები იდგნენ ფეხს და გვეცოდებოდნენ, რომ უყურებდით და მთელი დღე ფეხზე დგანან. ჩვენ, ანუ იქ იყო წაქცევა, ჯერ მთელი დღის განმავლობაში ქარი, სიცივე, მე რამდენი დამარცხება ვნახეთ, რომ ვიღაცა დანებდა, მე ამის გამოყვანა და ესე რომ ვთქვათ, სუსტად გამოცხადება თუ რამდენად სუსტია და ეს ომში რას გვიზამს. ანუ ფსიქოლოგიურად ერთ დღეში იმხელა ტრავმა მივიღეთ, არ ვიცი ტრავმა ქვია ამ ყველაფერს თუ გაძლიერება ყოველ შემთხვევაში. საერთოდ ყველაფერს გაცდა, ლოგიკურობასაც ცდებოდა, რომ აი რატო ვაკეთებთ, აი რა დავაშავეთ ეგეთი, რომ აი მთელი დღე ესე და წარმოიდგინე ვიღაცას რო ჩამოუვარდებოდა, როგორი ის იყო რა, манипулირება შეინჩადებოდა, აი ვიღაცას თვარაძეს ჩამოუვარდა, ჩამოწია რა, ჩამოწია, მუხლები გაშალა, დაემატა 10 წუთი და აი ესე გაგრძელდა 12 საათამდე. ამ დროს რაზე ფიქრობ? ანუ აი ხო გეხარ, ანუ უძლებ, ვერ უძლებ, რაზე ფიქრობ საერთოდ? რა არის შენი ფიქრები? მე ამ მთელი ეს პერიოდი მქონდა გაბრაზება. საერთოდ რატო ვიყავი აქ, საერთოდ რას ემსახურება ეს ყველაფერი. სხვაზე არ ვარ პასუხისმგებელი, ვირას ფიქრობ და არც გამოკითხვა არ ჩამიტარებია სიმართლე, არც მქონია სურვილი, მაგრამ ანუ რატო ვიყავი, რატო არ შეიძლებოდა სხვაგან ყოფილიყავი ამ დროს მესწავლა, ანუ სხვა პროფესია ამერჩია. ნეტა ეხა აი რო დავაგდო იარაღი და გავლახო ეს სერჟანტი რა იქნება, რას მიზამენ, დამიჭერენ, რა შეიძლება გადავერჩინეთ. ხო არ შეიძლება რაღაცა შევთავაზოთ, ანუ ბევრი აზრი იყო. ბოლოს საერთოდ გათიშვა, მე რაღაც სამშობლოსათვის ალბათ ესე უძლებდნენ სხვებიც. ნეტა ვინმე იყო ესე დაჟჯირა, ან ბევრი რაღაც აზმა გაიარა ჩვენში და ჩემში და საბოლოოდ არ ვიცი რა, არ ვერ გეტყვით იმის მერე ეგეთ რაღაცა არც გამიკეთებია და სხვაზეც არ დამიძალებია, მაგრამ რაღაცნაირად თითქოს მთლიანობაში დასკვნა რომ დავდოთ. მთლიანობაში მთელმა ქვედანაყოფმა სერჟანტებთან ერთად გავიმარჯვეთ რაღაცას. ალბათ ჩვენ თავებზე, ჩვენს გამძლეობაზე და ის ზღვარის გადალახვა, რასაც ჩვენ ადამიანები ზოგადად ვცდილობთ და მან ძლიერდებით, ჩემი წმენით, ალბათ ეგ ზღვარი ძალიან შორ მანძილზე გადაგვალახინეს სერჟანტებმა და ალბათ ეგ არის რა. შეიძლება მე ეს ვერ ვიგრძენი, შეიძლება ვერც ვგრძნობ, მაგრამ ცხოვრებაში ალბათ ძალიან ბევრ რამეზე გამომადგა რა. და მე გამეორებულა კიდე დაშის მეთოდი თუ უამრავი მაგდაგვარი ეს კონკრეტული ძალიან ისე მოდაში იყო, სავარაუდოდ სხვა ხერხი არ ქონდათ უსაფრთხო რომ დავჟილიყავით, მაგრამ იყო რაც შემდეგ ამოიღეს სხვათა შორის, იყო თავზე ხელები, თავიდან იყო იარაღი, ანუ ავტომატი გეჭირა თავს ზემოთ, იყავი ჩამჯდარი და ჩამჯდარი დადიოდი, ანუ მუხლებ, ანუ როგორ გითხრა, ჩამჯდარი, ფეხებზე დადიოდი კილომეტრობით, მაგალითად, ანუ შერეულად ეს ან მაქედან უკწანისის საწუთნელი ბაზიდან კუმისის ტბამდე სიბრით ხო დავდიოდი და ესი ავსვართ ალბათ 1-5 ჯერ შერეულად, სიარული იქ რაღაცა მე დადგომა, ხოხვაც მათ შორის, მე საუბრები სერჟანტის მზის გულზე, ქარში თუ რატო ვაკეთებთ ამას და ანუ გააზრებ, ანუ ყოველთვის იყო ის რომ ვიღაცამ რაღაც დააშავა და თქვენ ეხა ამისთვის ისჯებით. და საერთოდ მე ბოლოს აი არავინ არ ფიქრობს დაღლაზე, ოფლზე, სუნზე, იმ გადაყოლეფილ ფეხზე თუ დაზიანებულ მუხლზე არავინ აღარ ფიქრობს.
ეხა ამ წუთას ფიქრობდი სხვათა შორის გავფიქრე რამოდენიმე ესეთი ეტაპი იყო იქ იყო რაღაც სილიანი ქვიშით სიარული ანუ ალბათ ქვიშიანი ტომრით იგულისხმება სილიანი ქვიშია ხო არა ტომრებში გვიყრიდნენ ანუ წონის მიხედვით ესე სასწორი იყო არც თუ ისე გამართულ ზურგჩანთებში რომელსაც ეხა დღეს აქვს დამცავი რომელიც თეძოზე გაწვება და ზურგს აბალანსებს წონას მაშინ იყო პირდაპირ ეს აი ზურგჩანთები რაც არის ეხა არანაირი და პირდაპირ ზურგზე რო გედება ჩაგვიყრიდნენ ქვიშას სველს რა თქმა უნდა ეს ქვიშა ზუსტად ინფორმაციას იღებდა რაც ჰქონდა პირველი საათის განმავლობაში და მე მთელი დღის განმავლობაში აი ესე სხვათა შორის ძალიან ბევრი ტრავმები მოქონდა ამ ყოფას ვინც უძლებდა ალბათ გამძლეობა ემატებოდა მახსოვს ძილის ესე იგი მე ვნახულობდი ვიდეოებში აი დავუშვათ საზღვაო ქვეითები როგორ გადიოდნენ წვრთნებს ძილის გარეშე და ძილი თავი პრობლემა იქნებოდა იმიტომ რომ ბალანს კარგავ შოკირებული ხარ ეგ მომენტი მქონდა კოჯორში ავდიოდით თემი ეს მარშით ერთი ღამეს მოყვები წანის საწვენის ბაზიდან ტრანსპორტირებით თუ არა ფეხით ტრანსპორტირებ ანუ ზურგჩანთაში ჩაგვიყრიდნენ ამ ქვიშა 1-2 იყო ეგეთ რომ ქვიშა ჩაგვიყარეს ზურგჩანთებში ავედით კოჯორში ან ბოდიში მარშრუტს დავაზუსტებ კწანის სასწავლო ცენტრი კუმისის ტბა თელეთი გადაკვეთე გზა ავდივართ გზით კოჯორში ავდივართ ან მივდივართ ამ ტაბახმელაში მემორიალისაც არის მაქედან ავდივართ უკვე ზემოთ კოჯორში ავდივართ ეხლა სადაც არის გიორგი ანწუხელის სახელობის ეროვნული აკადემია მან და აეროდრომი იყო მან ჩავდივართ ქვემოთ ტყეში კიკეთსა და კოჯორს შორის და ესე იგი ორჯერ ვიყავით უბრალოდ ავედით და ჩამოვედით დაახლოებით 3ჯერ უკვე ქვიშის გარეშე მაგრამ მთლიანი აღჭურვილობით ავიდოდით ზამთარი იყო თან თოვლი აქ თუ არ იყო თოვლი იქეთ თოვლი იყო აქ არის და მახსოვს უბრალოდ ავედით ერთხელ გავშალეთ ერთკაციანი კარვები ქონდა მაშინ რაღაც ამერიკული კარვები იყო კამფორტებული გავშალეთ მე სერჟანტმა გითხრა რომ კარვები დაკეცეთ და უბრალოდ ამ დასაფენით პარალონზე ძირსაგებზე ან დაიძინეთ და ანუ თავი იყო დაგვეძინა და ანუ მართლა გვაგვიძებდნენ რამოდენიმე საათში ალბათ 1-2-ში უკვე ზემოდან გადმოთოვლილი რო ქონდა გათიშულები რა უაღრესად უკიდურესად დაღლილები და მახსოვს ერთ-ერთ წამოსვლაზე ანუ ნერვებზე თამაში იყო ესა თქმა უნდა ამ დროს ქონდა რა ანუ ამერიკული საკვები ქონდა წარმოიდგინე მშრალი გულფა მაშინ თავის შეფუთვაში M&M-ი რაღაც თუ იმას მანამდე არ ქონდა ეს გასიჯული ჩვენ ქონდაში ანუ ამაში წარმოიდგინე პროტეინით სავსე საკვები გაცხელების საშუალებით როგორც ვიცით ახლა ეგრეთ წოდებული MRI რაც არის რა და სხვა ნომრებით ვიცოდით უკვე რა ხდება ხო რა იყო ალბათ საკუთარ ხორცი ლობიო და საკუთარ მო ყველაზე ესე ძლიერი პროტეინი რაც იყო ხოლმე და მაშინ მახსოვს ზემოთ ასვლაზე არაფერი ქვემოთ უკვე თელეთთან უნდა ჩამოსულიყავით და სერჟანტმა გაგვაჩერა და აი დედას ვიცავარ მართლა გეუბნები მაშინ კი რაღაც დავტოვე ეს ქვედანაყოფი მოგცა 10 წუთი მოსვენებისთვის და საჭმელისთვის რაც ლოგიკურად საკმარისი იყო თუ არ გააცხელებდი საჭმელს და ნუ ეხა იქ რო ანუ ვერ წარმოვიდგენ ხა 100 კაცი რო ამას ჩანთას იხსნის ძალა რო არ ქონდა უცებ ძალა ჩნდება მაშინ მე გადაცვლასაც ასწრებ იქაც 9 ნომერი ეს არ მინდა და ვიღაცები გაცხელებას იწყებენ და ჩვენ უყრით რომ რა გაცხელება ბიჭო ჭამდროზე და ანუ ამ მომენტში წარმოიდგინე უკვე გავხსენით მოვკალათ და პირველი კოვზი გავსინჯეთ და ანუ ვიღაცამ შოკოლადი და მოეწყე და საჭმელი ჩაალაგეთ ანუ რა 10 წუთი ალბათ 2 წუთზე გვაქვს საუბარი საერთოდ აი ზოგმა ვერც მოასწრო ამ მოგებამდე დასვენება ერჩინა წყალი დალია და სერჟანტები ისევ რა გამგელდაგეგმლათ რა თქმა უნდა გამგელებულები დროზე მოეწყეთ წყობრი გაასწორეთ და შახმატური ესე მარში პირდაპირ ნაბიჯით იარდა ანუ მან თქვი რომ მეთქი ანუ არ არის ეს ნორმალური ანუ რატო რის გამო ანუ საჭმელი ჭამდით და ეს საჭმელი გემო რო კიდევ პირში გაქვს და ვერ გაუსინჯე წესიერად აგრძელებს სიაოს და მაშინ მახსოვს
აი თელეთთან რო ჩამოვდიოდი გზის გადაკვეთაზე, ოღონდ აი დეიდასპიცა ვარ, გზის გადაკვეთაზე გამაღვიძეს სიარულის დროს. ამ სიარულის დროს და მარტო მე არ ვიყავ ეს ძალიან ბევრს ჩაგძინებია. ანუ უბრალოდ მექანიკურად დადი. ხო, აი თვალები ღია გაქვს რა თქმა უნდა, ხედავ ყველაფერს ალბათ, უბრალოდ რაღაც გონება სძინავს რა და ანუ ის მაქსიმალურად ტვინი აკონტროლებს რაღაც არ გადავარდე, არ ჩამორჩე, რაღაც დისტანციასაც იჭერს. უბრალოდ მე არ მახსოვს არაფერი. დარწმუნებული ვარ რომ მეძინა. და მე როცა ამას განმარტავთ ხოლმე, ესე რომ ვთქვათ, სხვადასხვა ადამიანების გვეთანხმებიან რომ ეგეთი მასას ქონდა ხო. სრული აღჭურვილობა ახსენდა და რამდენი კილოა? ჩვენი სრული აღჭურვილობა მაშინ როგორც მახსოვს 17-დან 18 კილომდე იყო, აქ შედიოდა კარავი, ძირსაგები, საჭმელი, იარაღი? ანუ იარაღში მე ჩანთას გულისხმობ ამ შემთხვევაში. ხო, იარაღი ხო გქონდა პლუს? ხო, იარაღი თავისთავად. ხო, ნუ იარაღი 2-3. ჯავშანჟილეთი, ჩაფხუტი. ჯავშა არა, მარშის დროს თუ არ იყავი დასჯილი, ჩაფხუტს არავინ არ დაგაფარებდა, თუმცა იყო ხო, შეიძლება მეც ვიყავი, არ მახსოვს. მაგრამ ის უკვე იმდენად საკმარისი იყო ეს ჩანთა თავისი არაკომფორტულობით მოჭერა ეს. მაგრამ ეგ მაგას ვეთანხმები, ეგ საჭიროა რა, იმიტომ რომ ძიმე მომენტებში შემდეგ კურსებზე ანუ მიგრძნია რომ ვიღაცაზე ძლიერი ვიყავი და ვიღაცა ან გამომდგომია ეს. თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი დაზიანებულა ამით და მაშინ არ იყო ეს ცნება რაღაც სამედიცინო პუნქტიც ჰქონდა და მედიკებიც ყავდა, მაგრამ ალბათ მათაც არ ჰქონდათ ის გამოცდილება დიდი პატივისცემით, მაგრამ ეხლა არ ხდება ის, რომ ესე დაუცველ ჩანთაში ქვიშა ჩაყარო და რაღაცა ხერხემის გამრუდება ქონდეს შემდეგ ჯარისკაც ან სახსრების რაღაც. კაი, აი ამ უკვე არა ბაზაზე, არამედ გარე წვრთნებზე ხო გადიხართ რაღაცა მარშ ნახტომები არის რაღაცა მაგი ეს ალბათ ერთ-ერთი კომპონენტი იყო ეხლა რაც შემოვხები ხო თუ არის კიდე პლუს რაღაცა აი მარტო კი არ დადიხარ და ან ჩასაფრებას გიწყობენ ან რაღაცა საბრძოლო ელემენტებიც არის კი ეგ სწავლების პერიოდში რასაც გავდივართ შემდეგ იმას ანუ ის მაგალითად ელემენტარული გზაზე დღემდე ეგრე ვარ ანუ გზაზე სიარულის დროს მარშირების დროს ფეხის წამოკრა არ შეიძლება რამე დაიხარ ხო არის მიდიხარ და ქვა დაინახე ან ბოთლი და ფეხი გაკარი ანუ სერჟანტი თუ ამას დაინახავდა ან ხმას გაიგებდა რომ რაღაცას ფეხი ბოთლს ან რაღაც გავკარით ან გადავაგდეთ ჩერდებოდა ქვა დანაყოფი ვიჯებოდით შემდეგ ამაზე იყო განმარტება რომ აი შეიძლება ყოფილიყო ნაღმი ან გადასვობის პერიოდში გზაზე გადასვლა იყო ჩვენთვის რაღაცა აი სხვა სამყაროსთან კავშირი რომ მანქანებს რო ვაჩერებდით თუ გაგიშვებდნენ იმაზე რომ ეს გზაზე დავდგარიყავი რაღაცა ისინი ხო გესალმებოდნენ და ის ამაყით ივსებოდი რომ აი შეხედე ჩვენ აი არსაიდან აღმოცენდით ჯარისკაცები და აი რა გავართ მაგრამ აი თქვენს გამოვაკეთებთ ამასო თქვენ შემდეგ დაგიცვათ და ნუ მანქანით გადაადგილების დროს ეს მოსალმება ანუ კიდევ ერთხელ ვიძახი ანუ რა თქმა უნდა ფარგლებში ჯარისკაცისთვის მით უმეტეს თუ ეს სამხედრო მოსახურე პრინციპში მნიშვნელობა არ აქვს ეს კარანტის გადის თუ რაღაც უბრალოდ სროლებზე მიდის ან ერთი და მეორე ქვედანაყოფში გადადის ტრანსპორტირების დროს, ოდესაც სამოქალაქოები ესალმებიან სამხედროს, ეს არის რაღაცა ისე გიხარია ხო არა მაგის კითხვა რაღაცნაირად სიხარული მოაქვს და რაღაც კავშირი არის სხვანაირი რა ახლა ყოფილა შემთხვევა რაღაცა მანქანით მიდიხარ და სატვირთოზე ზის უკან ყუზაუზე ხედავ და რაღაცა რო ესალმები მანქანიდან თან რაღაცა მე მიგძნია ხერხულობა რომ ეხა ალბათ იმას თავისი გაჭირვებია დაღლილია მოდის ეხა შენ აქიდან კიდე გაუმარჯოს რაღაც ეგოისტური მომენტიც არის ეგ რო არ გააკეთო შეიძლება ისე მიიღოს ანუ სიამოვნებს ნამდვილად კი ეგ სხვა მემორია მომიწივდი და 2008 წელს მანქანებით გადავადგილდებოდით სენაკიდან სადაც იყო მოკეთ ეს ცხინვალის მიმართულებით და ესე იგი თუ იყო ადრე რაღაც თავის ყველა უბანს თუ რაიონს თავისი ის ქონდა სადღაც ჰამაკი ყითებოდა სადღაც ნაზუკი ჩვენ სხვანაირად დავინახეთ ეს ყველაფერი აი მაგალითად ქუთაისში მახსოვს უკან სატვირთოებზე ვიჯექით მანქანებით ანუ რაღაც სოლიდარობის ნიშნით მანქანებით გვეწეოდნენ იცოდნენ რომ შემდიოდით და ესე იგი ყუთებით თუ სწორად ყუთებით გვიყრიდნენ მანქანაში სიგარეტებს, საჭმელს, სასმელებს, ან მოკეთ ყველაფერსაც შეეძლოთ. მახსოვს დავუშვათ
აი რო არ დავასახელოთ რაღაც ხაშურში არა და ხო ხაშურში დახვდნენ დაუშვათ რაღაც წარწერებით მანამდე რა დამოვიწყდა ეხლა ზესტაფონში ხო ზესტაფონი რო გადავუკედეს ზესტაფონში მახსოვს მანდაც ძალიან ბევრი საჭმელები და იყო ცუდი მომენტები ცოტა შორის სახსენებელია ანუ რიკოტზე არ ვიცი ხა ის როდესმე თუ ამას გაიგებს მაგრამ ძალიან ცუდი საქციელი ეგეთი საქციელი გავაჩერეთ და კოლონა გაჩერდა რა თქმა უნდა რიკოტზე და იქ რესტორნები რო იყო განთავსებული ჯარისკაცები გადავიდნენ შეიძლება რომ ეყიდათ ხა გაფრთხილებული ყავდა რომ არ მარადიორობთ არ შეიძლება ეს მანამდეც ესე მიდიოდა შენ თუ არ არის არავინ არა იყოთ არაფერი არ მიითვისოთ და გავაფრთხილეთ ამ მომენტშიც ერთმანეთის და ჩვენი სამხედრო მოსახლეები რომ იყიდეთ თუ ვინმე რამეს გაჩუქებს მაქსიმალურად თავი შეიკავეთ რა იმიტომ რომ მაშინ რაღაცა ის უკვე დავინახეთ რომ საზოგადოება ხარს გვიჭერს როგორც შეეძლო ანუ რომელიღაცა ერთ-ერთმა რესტორანმა მოკიდა არ დავშოთ 1 ლარიანი კოკა-კოლა 5 ლარად აი ხაჭაპური 25 ლარად ნუ ეს იყო რაღაც ყველა ვარიანტში ვიყიდეთ ზოგმა პროტესტით შეხვდა ზოგი მაგრამ ნუ ეგეთი ამბავი კაი თუ მაგაზე ვყვებით კოდორში რო ამბავი იყო მაშინ რამდენიმე კვირით მომიწია რა იქ მოკლედ ყოფნა და ეგრე მოხდა რა რომ მაშინ მონოები იყო ტელეფონზე შესარიცხია და 5 ლარიანი მონო გახდა 6 ლარი 10 ლარიანი მონო 11 ლარი და მე 10 ლარიანი მონოები გაქრა და 2 წელი 5 ლარიანი უნდა გიყიდე 12 ლარი რა ნუ ბიზნეს რაღაცა კუბდარი რო ჩავედით თუ ღირდა 5 ლარი გახდა 7 ლარი მე როგორ იყო იცი რომ ჩვენ როგორც სამოქალაქოები ცუდად მოვიქეცით რა სამხედროები ალბათ ეგრე არ მოიქცეოდნენ რაღაცას რო ეუბნებოდი რომ პირობითად პარლამენტი გინდა სიგარეტი ხო და თუ არ გქონდათ მეორე დღეს მოგქონდათ ხოლმე რა და რო ვიცოდი რომ უნდა წამოსულიყავი წინა საღამოს ძალიან ბევრი ისეთი რაღაცა უთხარი რომ მინდოდა რომელსაც ის ვერასდროს ვეღარ გაყიდდა რა და არ ვიცი მე ამოიტანა თუ არ ამოიტანა მაგრამ შენ გასთან ქონდა რომ რაღაცას დავუშავე ჩემი შურის ძიება ესეთი ეგ არის ანუ არის 90% არის კარგი რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს კულტურაში მაგრამ არიან ადამიანები რომლებიც ესეთ რაღაცებს აზრობენ ხელის ჩემი რჩევა იქნება რომ მით უმეტეს ესეთ მდგომარეობაში ესეთ მომენტებში მაქსიმალური მხარდაჭერა ამის შეხსენებაც არ ჭირდება მაგრამ მაინც ჩემი თვალით ნანახი რაც არის გქონია ეგეთ შემთხვევები და ეს გადებს სულ რაღაცებს რა კაი ეხლა სანამ იმაზე გადავალთ როგორც უკვე ინსტრუქტორი ერთსაც როგორც კურსანტი ეგრე კითხავ კი აი რო გიყვირიან ხოლმე რა აი შენ გახარ წყობში და რაღაცას გიყვირის სერჟანტი რა ან ახლოს მოაქვს ეს სახე და რაღაცა ჯარისკაც არ შია არ წყურია არ ეძინება ანუ ჯერ ერთი როგორ არ გეცინება როგორც კურსანტს იმიტომ რომ მე რო გადაღებაზე ვარ ხოლმე მაგ მომენტში სულ ზრუვის ვიკავებ სიცილს და მე მეორე რას ფიქრობ საერთოდ ანუ სერიოზულად აღიქვა მე ხა მაგას როგორც კურსანტი არის მომენტები საერთოდ არ გესმის რას გელაპარაკება არ აღიქვამ სერიოზულად ერთი სული გაქვს ან ის დღე დახურო როგორც ტური ან ის ხო არ მოიშორო საერთოდ ან მე არ ვიძახი რომ სერჟანტებს პატივს ვცემთ რა თქმა უნდა ძალიან დიდი პატივისცემა მქონდა მაგრამ თან რა თქმა უნდა არ გვიყვარდა ეს ხალხი რა იმიტომ რომ ანუ ყოველი დილა იწყებოდა ამათთან ურთიერთობა დისკომფორტით და ხა როგორ არის ერთ დღეს გაუზებ ორს ერთ კვირას ორ კვირას მაგრამ წარმოიდგინე ყოველდილით იღვიძებ რაღაც აი შენი აღარაფერი არ გაგაჩნია ვიღაცები მოდიან და გეუბნებიან რომ არში არ წყურია თავიდან მოქმედებს მე ფიქრობ რომ საერთოდ სისულელია ეს ყველაფერი მე სხვათა შორის აი კარგში გადაქვდა ყოველთვის არის ქვედანაყოფში ვიღაც პიროვნება ვინც იუმორით უყურებს ყველაფერს და იყვნენ ადამიანები ვინც მაგალითად აი ზუსტ რეპლიკას აკეთებდა იმ სერჟანტის და რაღაც ხანდახან ხუმრობდა რომ შემოვიდა იმ ხმით რომ დაიძახებ და ყველანი შეშდებოდი და ვეღარ ვიყავდი და ან დავსინოდით მე ამ სერჟანტებს რა თქმა უნდა კარგი გაგებით როგორ თვარაძე გასწორდიან რაღაცა თავიანთი ის ქონდა და ზოგს კილო ქონდა ზოგს აქცენტი ზოგ რავი ძალიან ბევრი სასწაული მომენტები იყო და შენარებაში აი ნარევი რაღაცეებით გადადიხარ რა სხვადასხვა დაჟის პრინციპები იყო ეხა რომ მიუყვეთ ამას ერთი მომენტი იყო სხვათა შორის დღემდე არ მოვიწება და შონია არის ერთი სახურავდა ჩემთან ერთად და ხო და ამასობაში დავიწყე სიგარეტის მოწევა ანუ სიგარეტს გაუსინჯე გემო
კურილკაში ეგრეთ წოდებულში და მაშინ რა იყო სიგარეტი არავის არ ქონდა ესეთ სერიოზული სიგარეტი ასტრაზე უფილტრო სიგარეტზე ვიყავით გადასულები და ნუ ძალიან გული მწყდებოდა რა იყო რაღაცნაირად კარგი იყო ეს 5 წუთი ჩემთვის რა და რომ მივიდოდი და 5 წუთი უბრალოდ ვიდექი და ყველა ეწეოდა ანუ უმეტესი 99% ეწეოდა მერქი ანუ ჯერ არ უზნობდი თავს კარგად ანუ რაღაც ისე რომ აი მე ჯანს საღად ცხოვრობ და რაღაცა ეგ შეგრძნება ბავშვი პირიქით იყო რომ რამე რაღაცა სუცხო არ ვაკეთებ არასწორად მოუწევ თან იყო იქ გადაკრები ხო გინდა ცოტა ის ჯამთელი მოკვდა და რაღაცა და გაუსინჯე გემო დიდად მომეწონა თქო და რაღაცა მაგრამ ნუ უკვე იქ სოციუმი იყო რა კომუნიკაციის საშუალება უკვე მომწონდა რომ ის 5 წუთი უნდა მოსულიყო თუ 10 წუთი და საღამოსაც უკვე შეგეძლო რამოდენიმე წუთი ზედმეტად და დავიწყე მოწევა სიგარეტის ამ მომენტში ან როგორ იყო მე უკვე გამიჩნდა მოთხოვნილება რა ანუ ეს უკვე ეს მეთქი სადმე ხო არ გავძვრე და ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი ადგილსაც მოიტყუებოდი რომ უნდა გაეშვი იყო საბეფარეში. მე საბეფარეში იყო აი დედასპიცა გამოსავალი ხო ანუ არ ვიტყუები ადამიანებო ანუ ხის ანუ საუბარი ხე როგორ მოხდა ჩვენ როგორ აღვიქვამთ ამას ვიღაც მოვიდა უთხრა პრარაბს რომ ამოჭერი ესეთი სიგანის ორმო ამან ამოჭრა 4 მეტრის მაგივრად რაღაცა 4 და რაღაცა 200 რამდენიც არის მეტი რა უფრო სწორად მე იქ ვიღაცამ 4 უნდა ამოჭა და შეუკვეთა ეს ფიცრები რაღაც ზუსტად იმ ზომაზე და მოვიდა ეს ფიცრები და აწყეს ან ჩავარდა რა მოკლედ ერთი მხარე ქონდა ჩავარდნი და ანუ არ ვიტყუები იმიტომ რომ ყველა ვინც ყოფილი სამხედრო მოსახური ვინ ჩემთან ერთად ამას გადავიდა ეს ნანახი აქვს ცალმხარი ჩავარდა თოკებით ჩავდიოდით ან ხელმოკიდებით ჩავდიოდ მე და მე უფრო ეცემოდა და ყოველწვიმაზე მე საერთოდ ჩავარდა ეს და აღარ გვიშვებდნენ და აი წარმოიდგინე საბეფარეში უნდა გავსულიყავით რომ მომეწე და მე და შონია ვიდექით მაღლები ვიყავით მე შონია გიგაური ანწუხელიძე და ზანგალაძე იყო ერთი აქეთ ვიდექით წინ ჩვენ 20-ეულში და მოგეთ ამ შონიამ მითხრა უფრო სწორედ რომ ისა ვითომ ცუდად ხარო ანუ ხშირად იყო ეს დიარი ხო რა ანუ საკვების გამო თუ რა ის გამო და ნუ ამაზე წინამდე ვერ მიდიოდნენ სერჟანტები ანუ ხო და ნუ პირველად მოვიტყუე რომ მეთქი ანუ ძალიან სულად ვარ მე და იმდენად პირველი იყო და სერჟანტები დარწმუნებული მე არ ვიტყუებოდი რომ ეგრევე ან არ დამისრულებია მიდი დავით დროზე ქენია თან რაღაც ხუმრობა მომაძახა და მე წავედი და მქონდა რა ანუ ბიჩოკი ეგრეთ წოდებული ეს ნამწვი გვაქვს ნახევარი უფილტრო და შევედი მე გავუკიდე იმიტომ რომ ვიცი ეგრე უნდა მომყვეს და შემოვიდა შონიას და ეს გვერდ ოთახში ვზივარ და რაღაცა იეჭვა უეჭველი სერჟანტმა და წარმოიდგინე ეს ერთი მეორე მესამე ნაფას დავარტყი და აი ესე გვერდზე გადავაწოდე სიგარეტი და ხელი რომ დავაბრუნე შემოვიდა სერჟანტი ანუ არ მახსოვს სერჟანტს просто ვიტყოდი ხა გვარს უეჭველი შემოვიდა სერჟანტი და აი საერთოდ ერთი ნაფას წარქონა დარტყული შონიას აი ესე დაიჭირა სერჟანტი ნუ ჩვენ დღე დაგვაყარა ნუ მე იმიტომ რომ ალბათ როგორ არ მიეცი შენიშვნა და რაღაც ეჭვით შეეპარათ რომ შენს მაგრამ მე ხო ხვდები აი ბეწვზე ხარ გადარჩენილი ახალ დაწყებული მაქვს მოწევა და გონიათ რომ არ ვეწევი და ცოტა კარგი ტიპი ვარ მაგ მხრივ რა ეს შკოლნიკი ხო და წამოვედით მე დამაყენეს წყობაში რა თქმა უნდა თელი ასეული გადავიდა დაჟის რეჟიმზე გამოიყვანეს შონია და გამოაცხადეს ქვეყნის მოღალატედ ეს კაცი არის ქვეყნის მოღალატე ასე და ასე რა თქმა უნდა ნუ ეს ახლა არავის ეგრეთ არ აღვიქვით მაგრამ რაღაც ისე ყველა ეს სერჟანტი ისეთ გამწარებული იყო რომ უკვე ჩვენს გაზრდილები ვიყავით არ მოქმე რა სამშობლოს მოღალატე გერგმირი იყო ჩვენთვის რომ ეგ რაღაც მოიფიქა და ცოტა ხანში მახსოვს შონია მე რომ გადავედით სცენაში იყო ძალიან ახალი რაღაცა იყო ჩვენთვის ეს ბილბორდები რეკლამა და ძალიან მაშინ ძალიან პოპულარული იყო უკვე თავდაცვაში ყოფნა და შონია იდგა ესე სცენაში წამდა მეგრელი ბიჭი ზუგდელი მეგრელი ბიჭი სცენაში დგას ესე ავტომატით სახე ჩვენი ქვედანაყოფის ესე მეორე ბრიგადის წლების განმავლობაში და ვეღადავებოდით ხოლმე რომ აი მოღალატეობრივი საქციელიდან როგორ აი
თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, შეგახსენებთ რომ გამოწეროთ, ხანდახან YouTube-ის ალგორითმი ისე შეება, რომ თქვენ შეიძლება ფიქრობთ რომ გამოწერილი გაქვთ, მაგრამ გაგიუქმოთ, ამიტომ გადაამოწმოთ ყოველი შემთხვევისთვის და თუ unsubscribe-ია და unsubscribe-ეთ და გვალაიქეთ, გააშიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში. და ეხლა გადავიდეთ უკვე პერიოდზე, როცა შენ გახდი ინსტრუქტორი. და ის შენი ინსტრუქტორობის ამბავი დავიწყოთ იქიდან, საიდანაც დავამთავრეთ კურსანტობა. ხო, აი, ეხლა შენ მითხარი ინსტრუქტორის გადმოსახედიდან რო უყვირი იმას და რო რაღაცას იდეაში სიგიჟეებს ეუბნები ხო არ გშია არ წყურია არ გეძინე რაღაცა შენ როგორ იკავებს ამ მომენტში მე სხვა რამეს ეუბნებოდი მაგრამ შეიძლება იმაზე რას ეუბნებოდი ეგ გითხარი თან ეცადე რომ მაქტონში გითხრა და თან როგორ იკავებს ციცილს მაგ დროს მე ცოტა სხვანაირად უყურებდი როგორ გითხრა აი ძალიან მაინტერესებდა როგორ მხედავდნენ როგორც იმიტომ მე რაღაც კომპლექსი დამჭა ალბათ რომ აი მე როგორ ვიყავი თუ არა პირველ რიგში მე ვაგზავნებდი აი პირნათლად მათ ტრადიციას ანუ სერჟანტი ანუ არ ვხევდი მათ ყავს ესე რომ ვთქვა ესე იგი მინდოდა ყოფილიყავი იმათნაირი კულტურის მატარებელი მაგრამ თან უკეთესიც რა თქმა უნდა ცოტა ლოგიკურის და ხანდახან არა ლოგიკურიც ну რაღაც გარემო პირობებმა ესეთ დააჯინა რომ ომის შემდეგ დაჭრილი ვიყავი და ცოტა ხნით ამ ჭრილობების გამო ცოტა ისეთ არასაბრძოლო ქვედანაყოფში გადმოვედი თან პლუს ახალ ჩამოსულიყავი ამერიკიდან უფრო განათლებულ სერჟანტად ვითვლებოდი და ამ საგანმანათლებლო ცენტრში საკარანტინო ზონაში მოხდი ერთ-ერთი ასეულის სერჟანტად თუ არ ვცდები უკვე მთლიანად პირდაპირ ესე ასეულის სერჟანტი 4 ასეული იყო მახსოვს ჩემი მეგობრები თუ არ ვცდები შეიძლება ვცდები ხა მაგრამ ნუ არა უშავს 20 სეულის სერჟანტი უეჭველი იქნებოდა ხო და ესე იგი მახსოვს ჩვენ ვიკრიბებოდით ეს სერჟანტები რაღაც ერთად შეკრულები ვიყავით და გეგმავდით თუ როგორ უნდა დაგვეზიანებინა მაგრამ რაღაცები უკვე შეცვლილი იყო ეს წარმოიდგინე 4 წელია გასული თითქმის შეცვლილი არის პრინციპები აი თუნდაც ის ჩაჯდომა და იარაღი თავზე ეს უკვე ამოღებულია იმიტომ რომ მიიჩნეოდა რომ ეს იყო წამება და ძალიან ბევრი ტრავმა მოქონდა შეცვლილი იყო აღჭურვილობა უკვე იმ ეგრეთ წოდებულ ყაზარმაში სადაც ჩვენ გვეძინა უკვე ძალიან კარგი პირობები იყო კონდიციონერი იყო წყალი უკვე ანუ საერთოდ დუშებზე და ასეთ რაღაცებზე საუბარი აღარ იყო ყვება ყველაფერი იყო საუკეთესო ამათვის მაგრამ ჩვენ რაღაცნაირად აი გვინდოდა რომ თან ამას არც არავინ არ გვიკრძალავდა ესე პირდაპირ მაგრამ გვინდოდა რომ თქვენი მიდგომა შეცვლილი იყო შესაბამისად როგორ გვინდოდა რა გვინდოდა ისე ვიყავით გაეგოისტებული რომ გვინდოდა რომ აი როგორ დავამსგავსოთ ჩვენ ყოფას ანუ კი აქვთ ყველაფერი პირობა მაგრამ ზედმეტად ხო არ დავსაჯოთ გავიგე და იყო რაღაც პიკი იყო სიგიჟეების აი მაგალითად თუ ვინმე თუ შენ ხო გახსოვს სადაც არის წანის საწუნელი ბაზა წარმოიდგინე ადამიანი რომელიც ნამწს დააგდებდა იქ სადაც არ უნდა დაეგდო მოხდა ეგეთი ჩემს არა სხვა ქვედანაყოფში და იმ ქვედანაყოფმა ეს ნამწვი ჯვარი რო არის ხო იცი ზემოთ რუსთავში ავტოდრონის თავზე დრომის თავზე თუ როგორც არის მან დაასაფლავა წარმოიდგინე მთელი ასეული ადგა გაასვენა ბიამ სერჟანტის ეს ფანტაზია სად იყო რომ წაიყვანეს და დაასვენეს ეს ნამწვი იქ ოფიციალურად აი სირბილი წარმოიდგინეთ ან ეს არის რაღაცა ყველაზე კარგად გაწვრთნილი სპორტსმენისთვისაც არ არის მარტივი კი არა რთულია ძალიან და თან რელიეფს ხო გააჩნია ანუ ესეთ რაღაცებს ვიგონებდით რომ ეგ შეიძლება ხ მაგაზე ვერ გედავებოდა ხო ნუ ვიტყოდი რომ ეს რა სწავლებაში გადის ძალიან ბევრი ეგეთი მე მაგალითად ყოველთვის რაღაცა ავიღებდი ხოლმე კონკრეტულ რაღაც კომანდოს ცეკვას ვეძახდით და მაგაში გამოსცას უტარებდი ჩემ თავსაც და ფიზიკურ მდგომარეობაში უფრო უკეთესში ვიყავი მე ვიდრე დანარჩენი ის ახალმოსულები და ამიტომ ჯობნდი ხოლმე ვარ ერთხელ შემხვდა არ მახსოვს გვარი ანუ სპორტსმენი იყო სავარაუდოდ ნუ ყური ქონა გადახილი და ანუ უეჭველი ჩემზე კარგად იყო მომზადებული და ანუ 250 საერთოდ არ ვერც ვიფიქრებდი რომ 250 ეს კომანდოს ცეკვას გავაკეთებდი და hello dalis ეძახდნენ კიდე რაღაც ის იყო და წარმოიდგინე 250-ს რო გადავწდი ანუ ყველანი ვინც ვეღარ აკეთებდა უნდა დაწოლილიყო და ფეხებიან დაეწე და პრესის მილეთებინა გაეკეთებინა და წარმოიდგინე მთელი ეს ასეული ძირს წევს და ეს ტიპი და მე ვდგავარ და მე ზემოთ შემაღლებ კიბერზე აგზელებს და აი კომანდოს ცეკვა როგორი იყო ჩვენ რასაც ვეძახთ ეს იყო აი შეხტომა აი ხელები ზემოთ ან შეგვიძლია ჩავდოთ ვიდეოში ანუ ზოგი რას ეძახდა ზოგი რას
ანუ ეგ წარმოიდგინე დაახლოებით 600-ზე ავედით რა მე და ეს და ბოლოს რაღაცა მოვიგონე რა რომ რაღაც შენ ბიჭო იქ რატო არ გაქვს ფეხები რატო დაწექი რაღაცა და გადავიტანე ყურადღება და მე ისე გაუბრაზდი რომ ესეც და ნუ მიხვდა ყველანი რომ თან დავმარცხდი მაგრამ თან ცოტა ჭკვიანიც აღმოჩნდი რომ არ გავყევი იმას ბოლომდე და მე ის ტიპის სხვა ქოდანებში გადავიყვანე იმიტომ რომ ხელს მიშლიდა და იყო ეგეთი მომენტებიც და გამოცდები იყო აი მაგრამ რაღაც აი მინდოდა რომ ყველა სამხედრო მოსამსახურესი იქ ვინც დარჩებოდა თუ წავიდოდა თავისი ეგრეთ წოდებული მემორი ან რაღაცა თავისი ისტორია წაიღო ჩვენგან და მახსოვს არ მახსოვს გვარი მახსოვს სამხედრო მოსამსახურე ეს მარშიზოს გადავადგილდებოდით და თუ იცი ეს ვენახში რომ ბეტონის ისინი არის ბოძები ეგ ბოძი გადატეხილი გზაზე ეგდო და ადგა და ესე მოისროლა რა და ნუ ეხლა მე ხომ მახსოვდა რომ არ შეიძლება ეგ შეეხო იქნებ დანაღმულია ეგ დავსაჯეთ ჯარისკაცებს და ეს მიდიოდი კოჯორში ანუ მე უკვე ხშირად გვიწევდა როგორც ინსტრუქტორს თვეში სამჯერ გვიწევდა ასვლა 36 თუ 38 კილომეტრია ზუსტად ანუ არც მეტი არც ნაკლები რა ამ ორ იმაზე 38 ვთქვათ არის იქეთ აქეთ კოჯორში რო ახვიდე ჩამოხვიდე და ამ მანძილს ფარავდით უკვე როგორც ინსტრუქტორები სამჯერ კვირაში და ამ სამხედრო მოსამსახურემ ხო აიღო ეს და გადააგდო და ავაღებინე და დაჟჯის მიზნით ეს თან ვატარებინე გეგმაში მქონდა რომ ავიტანდით და ჩამოვიტანდით და აი მე ვინმე თუ დაინახავდა ამას აღარ გაიმეორებდა და ანუ მე ერთი დღე ორი დღე ერთი კვირა სასადილოში ანუ საერთოდ ერთი წამი არ დაეტოვებინა ეს იყო რაღაც სამაგალითო დასჯა ეძინა ოღონ არ ხუმრობ ანუ საწოლშიც ქონდა ეს ბეტონი იბანდა ბეტონის ბოძთან ერთად და ბოლოს რო დავასრულეთ კარანტინი ამ გაუძლო ამ ბიჭმა და გადაიტანა ყველაფერი მთხოვა თუ შეიძლება წავიღებო სახში სიმბოლურად არ ვიცი ახლა სახში აქვს თუ არა ეს მაგრამ და ვაკვირდებოდით რა მაგალითად არ ვიცი რამდენად პირველი ვიყავ მაგაში მაგრამ 1 საათიანი დაახლოებით ცოტა ნაკლები გავაკეთებინე გადახვევა კურსს და ჩვენ ინსტრუქტორებზე ანონიმური ასე რომ ვთქვათ აზრი დავაწერინეთ ან მივეთ დაურიგეთ კალმები ფურცლები და თქვენი ფიდბექი ხო ანუ ფიდბექი ანუ რას ფიქრობდნენ როგორ მიდიოდა კურსი ორი კითხვა იყო რა როგორ მოსწონდათ მიმდინარეობა კურსის და როგორ დაახასიათებდნენ სერჟანტებს ანუ ის კი არა რამე რას შეცვლით არა როგორ უბრალოდ თქვენი აზრი ანუ 90% იყო მუქარა რომ დასრულდება ეს კარანტინი და მე თქვენ ნახავთ ანუ ზირთად იყო აი თვარაძე ვიცი სადაც ცხოვრობ და სადარბაზოში და იმიტომ რომ არის საკუთარ სახლში ცხოვრობდი და მაგით ხვდებოდი რომ არის ოდნე საცხოვრობდი ნუ აი ზირთადად იყო ეს და ხვდებოდი რომ სწორი მართლობით მივდიოდი ნუ მაშინ ესე იყო ეხლა შეიძლება ფიქრობ ეგრე იყო მაგრამ ეგრე იყო საჭირო მაგრამ ნუ რაც იყო ჩვენი განათლება და რაც საჭიროება ჰქონდა მაგას ვაკეთებდით ესე რომ ვთქვი აი რასაც კურსანტობის დროს ვერ ხვდებოდი რატო გიკეთებდნენ რა დროს გაანალიზე რომ ეგ საჭირო იყო და ყველაფერი გადაიტანე შენს იმაში რა ქვია როგორც უკვე ინსტრუქტორი ყველა მეთოდი ყველა ვერ გადავიტანე და არ გადავიტანე უკვე ვახსენე რატო იმიტომ რომ სხვადასხვა პირობები დავხვდა სხვადასხვა პირობები იყო მაგრამ გამომადგა თუ არა კი ანუ იყო რაღაც მომენტები როდესაც აი ძილის მომენტები გამომადგა იყო რაღაცები ალბათ რაც ვერ გავიაზრე სად და როგორ მაგრამ ანუ უკვე ჩემს სამოქალაქო მეგობრებთან თუ სხვებთან შედარებით ასე რომ ვთქვათ უგრძნობდი ჩემს უპირატესობას და იყო ესეთი მომენტი ყველაზე მეტად რა დამჭა ხა რა კარგი როგორც აი მე ხო ვარჯიშობდი მანდ ჩხუბობდი და წვრთნელი ყოველთვის გვეუბნებოდა რომ თქვენ შედარებით სხვებთან გაქვთ უფრო მეტი ძალა ან თქვენი დარტყმით შეიძლება ადამიანს რაღაც მოტეხოთ ან რაღაც დაუზიანოთ ამიტომ თქვენ უკიდურეს შემთხვევაში იყენებთ ამ თქვენ ძალას ეს რაღაც სპორტული ის არის ღირებულება რომ აი შენ თავი არ წარმოაჩინო არ გამოიყენო ცუდად შენი ძალა ესე რომ ვთქვათ და ჯარში ყველაზე მეტად რაც დამახსოვდა იყო მომენტი როდესაც რა თქმა უნდა გვეუბნებოდნენ რომ თქვენ განსხვავდებით უკვე თქვენი ვარცხნობით თქვენი რუჯით თქვენი ჩაცმულობით მოძრაობით და თქვენ უნდა განსხვავდებოდეთ თქვენი დისციპლინით თქვენ ვიღაც თქვენ არამედ დააგდოთ არამედ ვინმე რომ დააგდებს აიღოთ ბოლოს და ბოლოს მოაწესრიგოთ
თქვენ გაქვთ უკვე ცოდნა, რომ დავუშვათ ვიღაც გადაარჩინოთ პირველად დახმარება ჩაუტაროთ მოძრაობის ანუ რაღაც ავარიის შემთხვევაში რა ბევრი რაღაცა დაგვანახეს რომ შეგვეძლო და გააზრებულად ქონა რომ დავდიოდით თითქოს მზად ვიყავით რომ საზოგადოებაში ის ნაწილი ყოფილიყავით ვინც პირველად დახმარებას გაუწევდა ან რაღაც რეაგირებას მოახდენდა საზოგადოების ქუჩაში თუ სადმე სხვაგან მაგრამ ყველაზე მეტად კარგად დავამახსოვრდა ის რომ ჩვენში ჩადეს ის ძალა და ის განათლება რაც ყველას არ აქვს და ეს უნდა დაგვეცვა და რა იყო ამაში აზრი რომ ან კონფლიქტს არაფერი არ უდგას შეგიძლია ჩვეულებრივად ნებისმიერ ტაქსის მძღოლთან იქნება გამყიდველთან თუ ანუ ხელოსანთან ნებისმიერთან მოგივიდეს კონფლიქტი და მოერიო დაუშვათ ხო შენი რაღაც ფიზიკური მომზადება უფრო ძლიერი აღმოჩნდეს მაგრამ ძალიან მარტივია მანაც ისეთ სიტუაციას რაღაც სახელოსნოში ვიღაცამ დაუშვათ რაღაც ჩაგარტყას რაღაც ჩაკუჩი და იქვე დაასრულა შენი კარიერა ან ჩვენ გვასწავლდნენ თუ როგორ უნდა მოუფრთხილდეთ იმას რაც გვასწავლეს ანუ შეიძლება და საერთოდ ფიზიკურადაც ვიღაცა მოგრეოდა მაგრამ ჩვენ ისეთი ცოდნა გვქონდა რომ ეგ ის ვერავს ვერ შეიძლება ფასეულ ჩვენი ფასი დაგვანახეს ესე ვთქვა და როგორ დაგვეცვა ეს ყველაფერი და რაღაცნაირად ჩემში ესე მოხდა რომ იმ დღიდან მაქსიმალურად ვერდები კონფლიქტს რომ თითქოს რაღაც მან წავაგებ თუ ვიღაცის ხო თუ შევალ კონფლიქტში და თავი რომ დააკვირდე მე უფრო გავითავისე ეს ყველაფერი რომ აი უცხოურ ძალას შეიძლება ანუ როდესაც ბრიგადის სერჟანტი ხარ ან რაღაც ქვედანაყოფის სერჟანტი ხარ ნებისმიერ მომენტში შეიძლება რაღაც პროვოკაცია მოგიწყოს შიდა თუ გარე ძალებმა და შენ წარმოაჩინო შენი თავი ან უღირსად ან უბრალოდ დამარცხდეს ან დაზიანდე ან უბრალოდ ისეთი უღირს აქციელი ჩაიდინო რომ თუ შენი ქვედანაყოფისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ ჩამოგაშორონ ან აი ძალიან მარტივად შენს ქვედანაყოფს და იმ პოზიციას რისთვისაც შენ თელი ცხოვრება იბრძოდე და შენ იმედი ქონათ. და ეხლა ნელ-ნელა ბოლოსკენ გავიდეთ, შეგახსენეთ რომ არხი გამოიწეროთ და აი რო შევაჯამოთ აი კარანტინში რას სწავლობ რა და აი კარანტინს რო გადიხარ როგორ იცვლები? რა არის ეს განცდა? იგივე ვთქვათ თუ კი მანამდე რაღაცა სხვანაირად ფიქრობდი, შეგცვლია საერთოდ რაღაცების მიმართ დამოკიდებულება, რაღაცა სხვა. კი, ანუ მაგის გარეშე ეგ magic აუცილებლად ხდება, იმიტომ რომ წარმოიდგინე საერთოდ სხვა ცხოვრებიდან გადადიხარ სხვა ცხოვრებაში. არ არსებობს ადამიანი, რომელიც მოდის კარანტინში და რაიმეს არ ცვლის და აგრძელებს ჯარისკაცობას, იცმევს ფორმას, გააზრებოთ, უკვე ყალიბდება, უკვე წოდება აქვს, უკვე პროფესია აქვს და არ არსებობს მან ტრანსფორმაციის გზა არ კონდეს გავლილი. ზოგს სუბუქად, ზოგს ცოტა უფრო მძიმედ, მაგრამ ყველა ვარიანტში გადის. ანუ ჩემი გააზრება, რაც მე წერან ახლა მოუყევი აქამდე, იქ იყო, რომ უფრო მეტად გავიაზრე თუ რა იყო, რომ მეცვა მუნდირი, რომ ვიყავი საქართველოს ჯარისკაცი, რომ უფრო მეტად ფასეული ვიყავი, ვიდრე სხვა არ ვიცი, ანუ ესე წარმოვიდგინე შეიძლება, მაგრამ ანუ მე ვიაზრებდი, რომ ჩემში ჩაიდო დრო, გავიარე წვრთნები, შემეძლო ძალიან მარტივად დამეზიანებინა ვიღაცა ან საერთოდ ლიკვიდაცია მომეხდინა და ამას ვიცავდი, ესე რომ ვთქვათ, აი ამ თან ეს ძალა გაგაჩნდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს არ იყო იმისთვის, რომ გარეთ გამოგეყენებინა, ეს კონკრეტულად საბრძოლო პირობებში უნდა გამოგეყენებინა. ну ამას რა თქმა უნდა დაემატა საბრძოლო მოქმედებებში და ოპერაციებში სწავლებაზე. მაგრამ კი, каранტინი გცვლის, გასერიოზულებს, უფრო მეტად აღიქვამ იმ გარემოს, სადაც შენ მიხვედი და მიგიღეს და უკვე აღარ არის უკვე სერიოზულობის დროა, ესე რომ ვთქვათ რა, იმიტომ რომ ბევრი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები გეკისრება. შეგიძლია რამე გაიხსენო რამე ფასეულობა, რამე ემოცია, რის მიმართ დამოკიდებულებად შეგეცვალა. აი რაღაცა მანამდე ესე ფიქრობდი და იქ რო გაიარე ეს ყველაფერი, მე მივხვდი რომ სინამდვილეში ეგრე კი არ იყო, ესე იყო. ერთობა ალბათ, უფრო პირველი რაც მახსენდება ეს არის მე მიღეს და მე ჩავირიცხე რაღაც კლუბში, რაღაც ორგანიზაციაში, სადაც
ერთობა მნიშვნელოვანი იყო და ის ოჯახი დღემდე ეგრე არის. ანუ შეიძლება საერთოდ არ იცნობდე ადამიანს, არ იყო შენახვედრი, მაგრამ რო გაიგებ, რომ აი ჯარისკაცი არის, ანუ ოდესმე უმსახურია სადმე, ყოველთვის ცდილობ რომ რაღაც კვეთა ნახო და რაღაც ერთობის განცდა, თითქოს ამ შენი პასუხისმგებლობა და ვალდებულება რაც აიღე, ის მონაწილეა ამ ყველაფერში და ამ ერთობას, როგორც ღირებულებას, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩემთვის, ჩემ ცხოვრებაში, ესე ვთქვათ. ალბათ ეს ეხლა ესე უცებ რომ გითხრა პასუხი, შეიძლება სხვა რამეც იყოს, მაგრამ ერთობა და საკმაოდ კარგი ღირებულება, ესე ვთქვათ. ნამდვილად. ერთობით რო გავძლიერდეთ და subscribe-ეთ არხი. მადლობა დღეისთვის სულ ეს იყო. შევხვდებით მომავალ ორშაბათს, კიდევ უფრო განვავრცობთ სხვადასხვა თემას. და მადლობა კიდევ ერთხელ რომ ამდენი ხანი გიყურეთ და ჩვენთან ერთად ხართ. მადლობა ყურადღებისთვის მომავალ ორშაბათამდე. წარმატებები.